მოგესალმებით მეგობრებო, მე მინდა შემოგთავაზოთ დიდი ლექსი. გამოვიარე ბაკურიანი, ბაკური ვნახე, 9 ყურიანი, პირში გუბაზას ყვერები ედო, კი იქნებოდა 9 ფუთიანი. ეს ჩემი არ არის, ჩემი გამომწერების პასუხი არის კოცების პროპაგანდონ მეძაღლე ბაკურაზე, რომელზეც გუში მქონდა საუბარი. ჩემ აუდიტორიამაც პასუხი გასცა თავის გვერდზეც, აქაც, იქაც და საერთოდ ყველა კოცების პროპაგანდონს მოგიწევთ ასე. ლექსიც მოგეძღვნებათ, ვინც ახართ და რაც ახართ და რასაც წარმოადგენთ. პასუხსაც მიიღებთ, გაილანძღებით, შეიგინებით და ასმაგს მიიღებთ უკან, ხილებასაც მიიღებთ და თქვენ ადგილს მიგიჩენენ იქ, სადაც მისაჩენია. არა მარტო მე, არამედ ეს ჩემი ძვირფასი აუდიტორია, რომელმაც ძალიან კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და ვინ-ვინაა და რას წარმოადგენს. თქვენ არაკაცებზე მე დროის დაკარგვას არ ვაპირებ. ეს არის კომბინირებული შეტევა, დაწყებული აქეთ ჩემს ალანძღავად, ჩემი ძმის ალანძღავად. ყელში ძვალივით ყავართ გაჩხერილი ორივე ძმები, ვერ გაგვსვარეს, ვერანაირ სიბინძურეში ვერ გაგვრიეს და ეხა მეტი რა აქვს დარჩენილი, რომ რაღაცნაირად 9-ჯერ გამონაცვალი პრეზერვატივით ნახმარი პოლიტიკოსებიდან თუ სამოქალაქო აქტივისტებიდან ასეთი სიბინძურეები და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. მე პირადად ჩემი დროს და თქვენი დროს ნამდვილად მენანება ამ ბინძურ ადამიანებზე დროის დასახარჯად, მაგრამ როდესაც ადამიანები პირდაპირ ვიდეოებს გიწერენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, შესაბამის პასუხს იმსახურებენ. კიდე ერთი გამოჩენილა ეს TikTok-ის ლომი, ეს ლევან ფარტოვი თურმე და ჩაუწერია ისა, რას გეტყვიცი? წადი ლევან ფარტოვი, ბიძიკო შენ გზაზე წადი. არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო, არ მინდა გაგლანძღო, არ მინდა ცუდი რამე ვთქვა შენზე. შენაირი მონებით არის გავსებული საქართველო. ბევრი მონა, უბრალოდ შენ ანაზღაურებას გაძლევენ, ცალკე დახმარებას გაძლევენ, ცალკე შემოწირულობებს ითხოვ ხელისუფლების გაправებაში. წაები ძია და აპრავე ვინც გინდა. დაგვანებე თავი რა, ჩემი და ჩემი ძმის ფეხის ნაბანი არ ახართ, არჩენ და არც მაგ TikTok-ში მოცლილი გამოსირებულები დილიდან საღამომდე როზიან და საქმე რო არ აქვს მეტი. წადით ვიძია, წადით. მოცილდით აქედან. მონობა კაიკაცობა არა და სისტემის გაправება კაიკაცობა არა. მიგეუბნები ამას. არ მინდა რომ შეურაცხყოფაზე გადავიდე. და ესო ყველაფერსო კადრულობთო სტატუსის მისაღებათო. ბიჭო, ერთხელ ნალაპარაკები ვარ კიდე ჩემთან, რაც TikTok-ში ჩემ და ჯანდაბად, რა ვიცი, შემოვიხედე მეთქი ნორმალური ხალხი, მეგონით, მაგრამ ყველგან ზომბირებული ადამიანებითაა გავსებული. და მაშინ დაგისვი კითხვა, რომ ყველაფერი როგორ შეიძლება გააправოს ადამიანმა თქო. ხო, შენ ენას ძვალი არა აქვს და ნუ ღელავთ. ერთი ერმილე ნემსაძეს და დავით ნემსაძეს ყველაფერი რო ეკადრებია და ნამუსზე ხელი აიღო და უკადრებელი ეკადრებებია, შენზეც, ბაკურ სვანაძეზეც და სხვა დანარჩენ პროპაგანდონებზეც ბევრად კარგად იცხოვრებდნენ საქართველოში. ხო, ძალიან კარგად ვიცხოვრებდით რა. და თქვენგან განსხვავებით კიდე, ხო, ჩვენ სუფთა წარსული გქონდა. და თქვენ ზოგ-ზოგი ერთები ვირისუ კანალში რო იყავით, დღევანდელი კოცები, შემძრალი. დღეს რო იჭრით ვენებს. ჩვენ 2012 წელს მართლა ჩვენ მხრებზე გადაიარა, იმ დღის დედა მოუტყან და იმ დღის დედა შევეცი, როდესაც თქვენ ეს მთავრობა მოეთრია ხელისუფლებაში. იმ 1 ოქტომბრის და იმ ბიძინაობის. ხო, თქვენგან განსხვავებით სხვათა შორის რა. არქივებს ახსოვს და ყველას ახსოვს. მაშინ ბარე ორი ესა რა ქვია ახლა კოჰაბიტირებული და პორტირებული ნაცით როა გავსებული იქაობა რა. ხო. და ისინი რო დღეს კაი ხალხი არიან და ჩვენ ვართ ცუდი ხალხი. ჩვენთვის პირადი გამორჩენა არაფერი ყოფილა არასდროს, სამშობლოზე მაღლა არასდროს არაფერი დაგვიყენებია და თქვენაირ მონებს ვერასდროს ვერ გაუგიათ, ვერც ვერასდროს ვერ გაიგებენ, მოკვდებით მთელი თქვენი ცხოვრება პარტიულ ვირთხებად და არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო.
წადი ბიზია და ტრაკიბანე ივანაშვილებს და ტრაკიბანე ქოცებს. მაგი არის თქვენი საქმე, მაგაში გიხდიან, მაგით ცხოვრობთ, აკეთებთ ამ უთავმოყარეო საქმეს, არა უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებია მისი ქვეყნისთვის და ერთი თეთრი არ მიუღიათ. და ერთი თეთრი არ მოუპარიათ მისი ერისთვის და მისი ხალხისთვის ზიანი არაფერი არასდროს არ გაუკეთებიათ, ასეთი უსამართლო ტლიკინი არ უნდა იცოდე. რაც შეეხება ჩემს ძმას და ჩემი ძმის ოჯახს და ჩემი ძმას არათუ თავშესაფარი გააჩნია, მის ოჯახს საფრანგეთის მოქალაქეა უკვე დიდი ხანია, თავის მეუღლესთან, თავის შვილებთან ერთად და ის რაც საქართველოში სამშობლოს სიყვარული დასჯადი გამოდგა, უცხო ქვეყანამ უფრო დაუფასა და უფრო მეტი ყურადღება მიაქცია და უამრავ სხვა ქართველ სხვათა შორის. ხო და წადი ბიზია ეხლა და არც არავის მოუთხოვია კიდე და ვალდებულება არავის აუკიდებია, რომ ჩვენ რო შეგიფარებთ ამ რთულ დროსო შენო მოდიო და ტრაკი დაგუბანეო რა. რასაც თქვენ გიეთებთ თქვენი მთავრობა და წადი ბიზია მიხედე შენ თავს და გაგრძელეთ რა მაგი, მაგრამ უმართლ ადამიანებს ნუ შეეხებით რა. ჯერ თქვენ წარსულს ჩახედეთ, თქვენ ბიოგრაფიას ჩახედეთ. მერე ჩვენ ბიოგრაფიას ჩახედეთ. გინდა კომუნისტების დროს, გინდა გამსახურდიას დროს, გინდა შევარდნაძის დროს, გინდა ნაცების დროს, გინდა ქოცების დროს. ხო. რო იცოდე ისე რა. არ მინდა ეხა ლანძღვა და ფურთხება და გინება და მსგავსი რაღაცები, თუ ადამიანი მე არ შემეხება. გიჟი არა ვარ, რომ ესე თქვა ვესროლო და არც შენთვის მცალია სიმართლე გითხრა. მისი არ იყოს. არც შენი ოჯახის ცოდვა მინდა დავიდოო და არც ის მინდა, რომ შენზე ჭკვიანი მოვიდესო პოლიცმეისტერათო და წაიბიძე და მიხედე შენ თავს რა. ნუ ჩაიგდებ ამდენი ხალხის ხახაში ყირს დამსახურებულად რა. იმიტომ რომ თუ არიან საქართველოში ისეთი ჩათლახები, რომლებიც მზად არიან ძაღლის გულიზა, ბიძინას გულიზა და ამის გულიზა და იმის გულიზა მლამძღონ და მაგინონ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პასუხს გაგცემენ შესაბამის და წარეთ გაიგებთ მაგ პასუხს და წაით ეხლა ბიძია და მიხედეთ თქვენ ჩაფსმულ საქმეს. თქვენთვის დროის კარგვა ნამდვილად არ მიიღებს. ნამდვილად არ მიიღებს რა, არც მე და არც ჩემს ძმას და მილიონი საქმე გვაქვს ჩვენი და მისახედი გვაქვს და მივხედავთ რა. უკადრებელს კადრულობთ თქვენ ქოცები. რო იცოდეთ. და უკადრებელს რო კადრულობთ და უნამუსო ხალხი რო ხართ, ამას 2 წუთში დაგიმტკიცებთ, სიმართლე გითხრათ რა. მოკლედ ეს შესავალი იყო ყველა პროპაგანდონს თავისი შესაბამისი პასუხი ჭირდება და უბრალოდ გენერალ მაიორმა თურმე ძალიან შეწუხდნენ თურმე ქოცების ბუნაგში და გენერალ მაიორმა მდინარაძემ დაავალა ესა რა ქვია თურმე აი ამ თავის პარტიულ აქტივს რომ დაეწყოთ ესეთი ბინძური ისა რანაირი გენერალ მაიორიცაა ხო იმნაირი პატრიოტები ხართ თქვენ ქვეყნის და იმნაირი კაცები ხართ ეხლა რა შეეხება დანარჩენს სამარცხვინო ხელისუფლება არის დღეს გამოვიდნენ და მოსახლეობას უთხრეს ესეთი რაღაცა აი გული რო აგერევა რა აი გული აგერევა ნამდვილად გამოვიდნენ და ამდენი ხანი ვითომ ფასების დაკლებაზე მუშაობდნენ ვითომ ხალხისთვის საარსებო საკვები უნდა გაეიაფებიათ და აღმოჩნდა ის რომ თურმე მთელი ამათი შრომა მთელი ამათი წვალება ყოფილა იმაში რომ თურმე მარკეტებში გაიხსნება თურმე სტენდი და აქციის ნაცვლად თურმე მუდმივად იქნება რაღაცა პროდუქტი დაბალ ფასებში ამისთვის წვალობდა თურმე ამდენი ხანი კომისია ამისთვის წვალობდა თურმე მთელი ეკონომიკის პარლამენტის თავისი უშიშროების ამ გამოსცირებული გენერალ მაიორის უშიშროების სტრუქტურა სისტემა და თურმე ეს აღმოაჩინეს რომ თურმე საჭირო არის ცალკე სტენდი გახსნა და იმ სტენდში დადო რაღაცა პროდუქტები იაფა დანარჩენი მეტი პრობლემა არ ყოფილა ქვეყანაში
და ეხლა გამოვა ეს ფარტოვია თუ ეს სვანიძე არის თუ ეს ვიღაცა სირების ეს ჯოგი გამოვლიან ეს ჯოგთა ჯოგი უკადრებელი ხალხი და იმ წუთში დაიწყებენ ტრაკის წმენდას რომ აბა რა ეხლა თავისუფალი ბაზარია და ეკონომიკა და აბა ესე საბჭოთა კავშირი ხო არა რომ უბრძანონ და დაიწყება ეხლა ტრაკის წმენდა და აი სამარცხვინო 7 მილიონერი განიხილავდა გაღატაკებული ერის აი გაღატაკებული გაძვალტყავებული ხალხის უბრალოდ აფუფუნების და რაღაცას კი საარსებო პრობლემა საჭმელი რო ჭამოს ადამიანი და ეს ბოზის შვილი მათ შორის აი ეს სხვა თემასთან დაკავშირებით აი ეს ბოზიშვილი ეს ნინო წილოსანი ეუბნებოდა ხალხს და მოუწოდებდა პირდაპირ რომ თურმეო თქვენო კაცო აი ეს იყო ამ ძუკნასი ამ დეგრადირებული ავადმყოფის ბიჭო ესეთი დედამოწყნული რო ყავდეს პარტიაში რომელიც ამდენჯერ 9 ვიცე-პრემიერია სირქალა ეს სირქე ჩამოყალიბებული ყლექალა ამის დედა შევეცი გამოდიოდა ბიჭო და რას ეუბნებოდა იცით აი ვადა გასულიო პროდუქტებიო ხო არისო იმასო ვადაო კი აწერიაო მაგრამ ვადა გასული პროდუქტებისო გაყიდვაო ჩვეულებრივად მე ვადა გაუაო მაგრამ ისო ხალხსო არაფერ პრობლემას არ უზამსო და ვადა გასული პროდუქტებისო იაფად გაყიდვაო ხო შეგიძლიათ ამის გამომწველავი დედას შევეცი ამ თავრობას ბიჭო ამ სისტემას სამი შვილის დედა ქალი ეგეთი დედამოწყნული რამ გაგაკეთა ვინ გაგაკეთა აი ეს ბოზიშვილები მე დაგიწყებენ ღირებულებაზე დაგიწყებენ ღირსებაზე დაგიწყებენ თავმოყვარეობაზე დაგიწყებენ ლაპარაკს დაგიწყებენ იმაზე რომ როგორ გადარჩა თურმე ქვეყანა ბიძინამ როგორ მიშას დედამოუწყან და ნაცების დედამოუწყან ბიჭო ვინ იკადრებდა იმიტომ კი არა რომ ხალხი ეწოდებოდა ბიჭო უბრალოდ რომ აი ესეთი სამარცხვინო და საგინებელი არ გამხდარიყო ხალხიდან პიარისთვის უბრალოდ იმ დედაძაღლი ნაცების დროს ამის თქواس ან თუ იკადრება მეორედეს დამთავრებული პრემიერ-მინისტრი დარბოდა 10 კილო 10 ლარათო 9 კილო ხორცს ვიყიდიო ეს დედამოწყნული ხალხს მოუწოდებდა ემათო რა ქვია რა პრობლემა არისო ხალხო ვადაგასული პროდუქტიო იაფად გაყიდეთ და ჭამოს ხალხმაო და მერე გამოვა ვიღაცა დედარძე მოწყნული და მეტყვის ეგენი კაი ხალხია და მე ვყოფილ ვარ ცუდი და ეგენი ყოფილან კარგი თურმე და ესენი ყოფილან თურმე ისა რა ქვია საქართველოზე მზრუნველი და თურმე მე რატო ვიგინები თურმე და მე რატო ვლანძღავ რომ ჩემი ქვეყანა დამგვანებული არის აფრიკის რაღაცა იქ აფრიკაშიც არის კაცო ქვეყნები ახლა ყველა თლათშიერ მწურვალი კი არა მით უმეტეს სამხრეთ აფრიკა მაგალითად ლიბია როგორც იყო იგივე ეგვიპტე აიღე კაცო მაგრამ აი როგორ გითხრათ იცი არის იქაც არის განსხვავება გაიგეთ აი მაგალითად ნიგერიაში როა დამშეული ხალხი და ვირუსები ებოლასი და 1000 უბედურების რო ვრცელდება შიმშილიდან უბედურებიდან ხალხი რო კვდება საარსებო რო არა აქვს აი იმ დონეზე რო აქვს ჩაგდებული ეს ქვეყანა სადაც 77000 ბავშვი შიმშილობს სადაც 800 შვილი კვდება ყოველწლიურად და 300 მათგან იმის გამო რომ შესაბამის საკვემს და ვიტამინს ვერ იღებულობს და მე ქართველი კაცი ამაზე ნერვებს რატო ვიშლი და რატო ვილანძღები და რატო ვაგინებ საგინებელი კი არა ტყვია გეკუთვნი ჩუბში დედას გიტყნავდათ სტალინის ზუსტად ამნაირებს აი ამ აქამდე ვინ მიგიშვებდა თქვენ დედამოწყნულ ვინ მიგიშვებდა თქვენ ბოზიშვილებო ვინ და 7 მილიონერი აი მილიონერი დაცინოდა და სულში აფურთხებდა ქართველებს და
დღეს შედეგი ის მოიტანა თურმე ამ დედარძე მოტყუნების კომისიამ, რომ სტენდი გაიხსნება სადღაც და 115 დასახელების პროდუქტი გაიყიდება 50 კაპიკით თუ 20 კაპიკით იაფ. და მე გამოვა ვიღაცა და მეტყვის, რომ აი რა, ახლა ბიძინ, ამაზე მეტი დაცინვა, ამაზე მეტი სულში. ბიჭო, ეს არ გაუკეთებია. რავი, რა რჯულის დამპყრობლები არ ყოფილან და იმათ არ გაუკეთებიათ. ასე რამ შეგაძულათ ქართველიერი, ბიჭო, ასე რამ შეგაზიზღათ ქართველიერი. და გამოვა ვიღაცა მეძაღლე, მის დედას შევეცი, მართლა ის ძაღლი მიგაკვდათ სულში, ძაღლზე რო დარდობს, ეგერ ბავშვები რო არის დაყრილი და წამალი არ მიდის, აგერ 24 დღეა და დაგიწყებენ სირობაზე ლაპარაკს. რაზე უნდა ელაპარაკო, ბიჭო? რაზე უნდა ელაპარაკო? გინდა იგივე იმ ფარტოვის, იმ მართლა გამოკოცებულ, გამოგენდერებულ, გამობიძინებულ იმას. რა უნდა ელაპარაკო, ბიჭო? რა უნდა ელაპარაკო? საფრანგეთს დაუწყებენ ლანძღვას და გინებას. და თურმე აბა საფრანგეთში არის წამალი? თქვენ ძაღლის გაგდებულებო, ბიჭო, რანაირი უსისხლოები ხართ. ფილმი მაინც არ მქონდეს გადაღებული, ფეხ არ მქონდეს 19 ქალაქი მოვლილი. საფრანგეთმა რაც ქართველობა გადაარჩინა, რამდენი ქართველი ბავშვი, დიდი, პატარა, რა მნიშვნელობა დოუშენის სინდრომი ქონდა, სიმსივნე ქონდა თუ რა ქონდა, შეყვერო, ხმას როგორ იღებთ, ბიჭო? დედას შევეცი იმისი მაკრონის და მაგათი პოლიტიკის და მაგათი პოლიტიკური ელიტის, მაგრამ რასაც ქვია, ბიჭო, სახელმწიფო, რასაც ქვია ჰუმანიზმი, რასაც ქვია 10,000-ობით ეს ხალხი ყველა დაღუპული იყო საქართველოში. ჩამოდი შეყვერო და შენაირი ყვერები ერთად მოიკრიბეთ და წამოდი და მე მოგატარებთ იმ ქალაქებს, მე მოგატარებთ იმ ოჯახებს 10,000-ობით, იმ ბავშვებს, რომლებიც საფრანგეთმა გადაარჩინა. შეყვერცხო, შენ მართლა დასწირებულო, ადამიანებზე 2 მილიონი, 3 მილიონი ევროები აქვს დახარჯული იმისთვის, რომ 19 და 20 ოპერაციები აქვს გაკეთებული და იმათაც ხელს უშლიდით, თქვენი დედას შევეცი, მე. უსაფრთხო ქვეყანაა და ჩვენთან გამოუშვითო. ნამუსი არა გაქვს, ბიჭო, სინდისი არა გაქვს. ჩემი ძმაკაცი, ვისაც ეძღვნება ის ფილმი რომან ხარძიანი, თქვენ მოკალით. თქვენმა სისტემამ მოკლა. ქუთაისის ქოცი დეპუტატი ლომინაძე გადაამოწმე, შეყვერო, ფარტოვი, შენ გეუბნები, შემოდი, ჩემ ფილმზე ნახე, შეყვერცხო, მაგის დედას რო შევეცი, მაგისას იმას ყვიროდა და იმას წიოდა, რომ ჩვენო ესო საფრანგეთის საელჩოს მივმართეთო და ერთი ბავშვი არა გვყავსო იმაშიო, რა ქვიაო. საფრანგეთშიო ავატყოფიო, ისე მოუტყან გამზდელი ლომინაძეს და ისე შევეცი ქოცების ყდარდა ცოცხალს, მე ბიჭო. და ეს იყო დასაჯერებელი და გამოდიხართ ამას და როგორ ადამიანობა საერთოდ აქვს დაკარგული. ვის აპრავებთ, ბიჭო, ვის ათეთრებთ და ვის ლანძღავთ, ბიჭო, საერთოდ. ვინა ხართ საერთოდ, რა წარმოადგენთ, რა გიკეთებიათ, ბიჭო. TikTok-ერობა გონიათ საქმე, ბიჭო, ტელეფონს ვერ მოცილები ხართ და კომპიუტერს ვერ მოცილები ხართ. სირთა ჯოგი დილიდან საღამომდე ყრი ხართ ტელეკინიზმას არაფერს არ აკეთებთ, ბიჭო. მოდიხარ მე და ჩემს ძმას გულანძღავთ, ბიჭო. ნაგავი ხალხი ხართ, ბიჭო, ცოდვა სად მივდიხართ, ენა მაინც ჩაიგდეთ და თქვენთვის მაინც ეგდეთ, ბიჭო. ამდენი სირი სად მოიკრიბეთ, ბიჭო. ფუიამათ. დოუშენის სინდრომის გარდა ხო ყველა ქართველი ბავშვი დაკმაყოფილებულია საჭმლით, წამლით, მკურნალობით და სხვა რამით. და დედამოწყნული ისა ტაშფანდურები რო გაქვთ გამართული 70 მილიონებს და იმგეს რო იხდით ვიღაცის ცოლები, გახდილი ცოლები საყურებლად ანანისტები რო იკრიბებით, იქ. და ნუ მეუბნები, ეს არ მოწონთ, ამათ ეს არ მოწონთ, მე ამას როგორ მეუბნები, როგორ ბედავ, მე ამას ბატონი ბიძინას და მის მონებს ამას როგორ მეუბნები.
ისე ბიძინას დედა შევეცი, ისე ქოცების დედა შევეცი, თქვენ საქართველოს არ გიყვარდეთ, ბიჭო. თქვენ საერთოდ განსდა არ გქონდეთ, ნერვი არ გქონდეთ, სისხლი არ გქონდეთ, ბიჭო, საქართველოს. თქვენ ის მშიერი ბავშვი, თქვენ ის გაჭირვებული ბავშვი, ის უწამლოდ, ის თქვენ არ გადარდებდეთ რა. თქვენ გადარდებთ პიარი. არც თქვენ და არც იმ თქვენ საპატრიარქოს, ბიჭო. არ რადარდებს იმ საპატრიარქოსაც. აქ გაწირული ხალხი. ეს არც მიიღეს, ის ბავშვები მერე მიიღეს, მესამე მეოთხე დღეს, რომ სისტემამ თავისი აჩვენა. ადამიანურად გეტყვით ერთი ახლობელ ადამიანთან ვიყავი, რომელიც ჩამოვიდა სამკურნალოდ ბავშვებით იმით და ეკითხებიოდი ახლა ადამიანი მიყვება ეგეთ რაღაცას რა. საერთოდ გაოგნებული იყო ჯერ რომ მოკიდეს ხელი და მკურნალობდნენ ამ სიმსივნეზე ასე საერთოდ უფულოდ ამით და რაშიაო საქმე ვიციო, აი მთელი ცხოვრება სულ იმას უკვირდებოდიო, რომ ქართველებიო ყველაზე მეტი ჰუმანური ხალხი ვართო, გაჭირვებაში გვერდში დგომა ვიცითო, რაღაცა სახკარი დამაყიდიესო, ამ ქიმიებისთვის, ამისთვის. კაცი შვილი ადამიანი არ დამეხმარა საერთოდო. არც მღვდელია, არც ის და იზოლებული. აქ მოვხდიო და რაღაცაზე დამჭირდაო, იქ ასე არის საერთოდ სეკურ კათოლიკი არის ესეთი ისა რა. კათოლიკერი ისინი არ გეკითხებიან შენ იქ ქრისტიანი ხარ, მუსულმანი ხარ, მიხვალ რაღაცა გჭირდება, არავინ გეკითხება, მოდის და ჩვეულებრივად გეხმარებიან, გზის ფული არის თუ რა არის, გაჭირვებაში ხო ხარ და ერთ რაღაცაზე მაქო გულიო გახეთქილიო რა. ჩემ წმენას მე მართლმადებლად დავიბა და მართლმადებლად მოვკვდებიო, მაგრამ ამათში ქრისტიანობა რა არისო? აბა ჩვენში ვინმე დახმარებიაო. და ვინმე ეხმარება, რა პროჭი აგეწვა. ფუფუნებაში ნაცხოვრები შიო მუჯირი რო გაახდა უსამართლოდ კათოლიკოს პატრიარქი, როდესაც ისაიას უფლებას ეს გეწყინათ კოცებს. ფუფუნებაში რო ცხოვრობს და ჯიპებით როა გადავსებული და ამით რო ხელის გულზე რო ხარ დაყვანილები და მილიონებს რო ვეღარ ითვლით, ისე რო გაძღენ რომ ძღნერს შეიძირებით მართლა. ვისაც გეხებათ, ვისაც გეკუთვნით ანაფორიან უანაფორიანები რა. და ეს გენოციდია გამოცხადებული. და ბიძინა თუ მოვიდა, ბიძინას დედასაც შევეცი და ვინსაც მაგის საერთოდ ადამიანად მიაჩნია ქართველი ერის გადამგდები და მატყუარა რა. ნებისმიერ რამეს დაადებით ხალხო ხელი, ნებისმიერ რამეს დაადებით ხელი. ერთი რამე მითხარით, რაც ამათმა გააკეთეს. სამართლიანობაო ვერაო, ფასებიო ვერაო, სამუშაოებიო ვერაო, მკურნალობა ვერაო, ის ვერაო, ეს ვერაო და სამაგიეროთო ომი ხო არა გაქვთო, კაცო და იყავით მადლიერიო, რომ ომი არა გაქვთო. და ნაცები არ არიანო ხელისუფლებაში მადლობელი. ითი უნდა ვიყო მადლობელი. 14 წელი იმით უნდა ვიყო მე მადლობელი, რომ ნაცები არ არიან ხელისუფლებაში და კოცები ხართ. სამშობლოს ღალატ ინვესტიციას რო არქმევთ? თუ რითი გეკითხებით, ბიჭო. ვინც მე მამტყუნებ თქვენ ლანძღვაგინებაში. ენაცვალეთ ძმაო, მაგრამ აი და მერე თუ ვინმე ჯერ ბიჭო ვინ დარჩა მაგის დედავატირე რომ მკითხონ ახლა ისა ნაცების დრო თუ ქოცების დრო რომელი დრო მე გეტყვით რომ პირდაპირ გეტყვით ადამიანურად ნაცების დრო რატო ჯობდა იცი ნაცი რომ მტერი იყო იცოდა ერმა მობილიზებული იყო და ებრძოდა ამით ჯობდა ეს დედამოწყნული ეს მართლა ჭორვილელი მაიმუნი ეს ურია ეს ამან ისე მოისყიდა ეს 10-15%
ერში განულა ყველანაირი დამოკიდებულება დაწყებული იმ სირი წოვია უცხოა თუ ვინც ხარ რა ვიცი იმის გამზდელიც მოვთხან ერთი იმით დაწყებული დანარჩენით გაგრძელებული ბლოგერები რო ბლოგერებია ისინიც იყიდა ბიჭო არათუ ტელევიზიები და დატოვა ესე შუა უნდა გავკრიფო და დეიტოვა ესა რა ქვია მისნაირი ნაბოზვარი ნაციონალური მოძრაობა 9 წელიწადი რო აფინანსებდა და ასმებდა და აჭმევდა და ამგეს ხოვჯობი ვარ იძახის ამგეს ხოვდა ამას ეძახით ბიჭო თქვენ წინსვლას 9 წელი მისი 14 წელი ამ დედამოტყნულის გავიდა ძმაო გავიდა ცხოვრება გავიდა 23 წელი 2 წელი საუკუნის მეოთხედია და ამაც როგორ ვამბობ რამეს რა შენ შემოგევლე ჩემო იოსებ ყველაფერში ვერ ვიქნები აი გასაგებია მეც ვიცი რომ არა ლამაზ და არც მე სიამოვნებს ეს ლანძღვაგინება და არც ის და არა გასაგებია ეს ქრისტიან ამათ ქრისტიანულად როგორ უნდა მოექცე ამათ როგორ უნდა შენდობავთ ხო და წესიერად ველაპარაკო რაღაცა ხო უნდა დაარღვიო რომ რაღაცა თქვა მეტის ღირსია ძმაო გეთანხმები მე იმას არ ვამბობ რომ ეს ვინც დამონდა და ვინც მიეყიდა ვინც კიკუთ იქცა ან ის ხალხი ვინც წამოვიდა და მისი პრობლემები მოიგვარა და საერთოდ რო არ აინტერესებს იქ რა ხდება და როგორ ხდება ნაწილობრივ ვერ გავუმტყუნებ იმიტომ რომ ყველა გაყიდულია მაგრამ შვილი ძირი მომავალი გეზდება ამ დედამოტყუნ ქვეყანაში შენი ცხოვრე შენი შვილი წინარში გინდა გაიზარდოს და რო აღარავინ აღარ აინტერესებს ზოგადად ღირსია აბა ისი ღირსია თუ ჩემი ძმა ღირსია ადამიანი რომელიც კატეგორია რომელიც გადმოხვეწილია ამ დედაატირებულ უცხოეთში იმის გამო ვალები უწამლობა უფულობა კრედიტები უმუშევრობა ყველაფერი და იმისთვის რომ ოჯახი არ ჩინოს და აქ რო აგდია და კოციროა კიდე ხო მეტის ღირსია აბა ისი ღირსია მეტის ღირსია ვის საინტერესებს საქართველოში ადამიანი მეტის ღირსია მაგრამ ვინც არა ღირსი ვინც არა აი ჩვენ რო არა ვართ მაგის ღირსი რატო გვექცევიან ეს ბოზიშვილები ასე თორე მე აქ სიტუაციას შევეწარი როგორ სიტუაცია შევეწარი ერთი ნაცი იყო თავისუფლად მეორე კოცი იყო ჩამოვიდა ის ნაცი შვილი ყავდა ცუდად და გადაურჩინა საფრანგეთმა და შობელ შვილის მოვლაში კიდე ფული დაუნიშნა სახლი მიცა კარი მიცა და ჩამოვიდა ეს მეორე კოცი რომელმაც იქ კაი ბობოლა კოცი იყო და იქ გაყიდა ისა რა ქვია სახკარი და იმკურნალა და უპავდნენ თლათკლავდნენ და გამოიქცა მე აქეთ და უმკურნალეს და ერთის გადარჩა მეორეც გადარჩა და შემთხვევით მოვხვდი ერთ ოჯახში სადაც ერთი ნაცი მეორე კოცი ორივე გადარჩენილი საფრანგეთიდან ორივე ნამკურნალი ერთ შვილი გადარჩენილი მეორე თვითონ გადარჩენილი და ზივარ და საუბრობენ რა ეხლა ამ თემაზე და პოლიტიკაზეა წასული და ერთი ის კოცი ისევე ბიზნეს გულიზე იტყნავს დედის ტრაქს ეს მეორე მიშას გულიზე იტყნავს დედის ტრაქს და ზივარ ახლა უყურებს სადაც 9000 იქეთ ერთი 6000 კილომეტრის იქეთ და აჩუმებული ვარ არ ვიღებ ხმას ახლა არ მინდა რომ ვეჭყუბო ამ ხალხს მაინც ახლა უცხო მიწაა და 5000 6000 კილომეტრის ხარ სამშობლოდან და რაღაცნაირად არ გინდა ახლა გაუკვირდა ჩემი კაცო შენო რა სიტყვიო და მე ვთქარი შენ შვილი ყავდა ცუდად მეთქი რა ხო ყავდა შვილი ნაცების დროს წამოდი თქვა ხო კიო შენ მე ვთქარი კოცების შენი ძმები და მეგობრები იყვნენ თამდეობაზე იყავი და იკლავდნენ მე ვთქარი და აქ ჩამოდი მე ვთქარი და აქ გადაგარჩინენ თქვა ხო სახკარი გაყიდა ფულის გადაიხადა მაინც ვერ იმკურნალე მეთქი და კლავდნენ საერთოდ მე ვთქარი როგორც დასაკლავ იმას რა ქვია გოჩს საშობაოს კიო მასე იყო მე აქანე ზიხარ მე ვთქარი შენს და შენს ორივე ქართველები მე ვთქარი ერთსაც დედა მოგიტყნათ რეჟიმმა მეორესაც დედა მოგიტყნათ რეჟიმმა მე ვთქარი და ახლა მე ვთქარი მზად ხართ ერთმანეთი დახოცოთ მე ვთქარი ერთი რეჟიმის და მეორე რეჟიმის გაправებაში თქვა
მე რა უნდა გითხრათ მე ხარ იმდენი ნამუსინდისი მაინც გეყოთ ამ ქვეყანას უთხარით და ამ ხალხს უთხარით მადლობა რომ გადაგარჩინეთ და ეს წოვიები გამოდიან და საფრანგეთს ედრებიან ცხოვრების დონეზე საფრანგეთს ედრებიან საჭმელზე სასმელზე მედიცინაზე თურმე და აიქ მეტი ძვირი ღირს ვიდრე ჩვენთან და ამას დგამს ტელეკომპანია იმედზო აუკრძალესო იმაში შესვლა ევროპარლამენტში რა გინდა თქვენ გამზდელ შევეცი მე ამ ევროპარლამენტში რა გინდა თქვენი უთავმოყარეო დედას შევეცი ამ იმედელების და ამ ხო არის მტერი ხო უნდა კი უნდა მართლა უნდათ რა გინდათ რატო ძრებით ამ ტრაქში ჩვენ გულანძღავდით და ჩვენ გვაგინებდით და ჩვენ გვაფურთხებდით და ქართული მიწისთვის მებრძოლებს გვეძახდით რუსეთის აგენტებს და თუ სადმე ჩათლახი და თუ სადმე მეტრაკე იყო ყველა იმედზე იყო შეყრილი და ჩვენ გვიძახოდით ბნელებს და ევროპელების ტრაქში იყავით შემძრალი ახლა ის ევროპელები გეუბნებიან წადით გამცილდით მომცილდით რა გინდათ რა გესაქმებათ არა თქვენი ადგილი აქ ხო არა საერთოდ საქართველოს ადგილი არ არის აქ არ არის საქართველოს ადგილი არ ესაქმება საქართველოს აქ არაფერი არა ქართველი კაცისთვის იტყვის ახლა ვიღაცა მაშინ რატო ხარ არ მედგომება ჩემ სამშობლოში და იმიტომ ვარ არ არის ეს ქვეყანა ეს გაერთიანება ის სადაც უნდა იყოს ჩემი ქვეყანა საქართველოს ევროკავშირი და ნატო კი არ უნდა ფაშისტებით როა გავსებული პირდაპირ შთამომავლებით თუ ფაშისტებისგან ერთმანეთზე ზრუნვა უნდა და ერთმანეთზე გვერდში დგომა უნდა მაგრამ თქვენ ერთმანეთი გძულთ საქართველო გძულთ გეზიზღებად ქართველიერი გეზი თქვენ გიყვართ მაგრამ თქვენი პარტია მოგიტყანთ პარტია ერთსაც და მეორესაც და ყველა პარტია რაცაა მოგონილი საქართველოში ყველამ დაყო ერი ყველამ დააცალცალკავა ყველამ თავისი გაიხარა ჭია გაიხარა თავისი პრობლემები მოიგვარა და საქართველოს და სამშობლო მიაგდეს საერთოდ საჯიჯგნად და ქართველიერი მიაგდეს საჯიჯგნად და გააღმერთეს იმან მიშა ამან ბიძინა და ის თქვენი ბერა რო დარბის მილიარდელების იმაში და ისე ყოფა ბიჭო ქართველები როგორ შეიძლება გაჩუმდი მაინც შედედამოტყნულო გაჩუმდი მაინც იყავი შენ ჩუმა არასწორი ხარ იცი შენ თვითონაც იცი რომ არასწორი ხარ ვინ ჩემი სირია სვანეძე და ვინ ჩემი ფეხები არის ფარტოვი რა გიკეთებიათ ბიჭო ამ ქვეყნისთვის რა გიკეთებიათ ის 1000-ზე გადამხტარი და ეს მონობაში გადიდკაცებული TikTok-ი თავის ბაბლი რო ყავს და ესეთი არის შტაბელები საქართველოში და გამოგივა აქ და ლანძღვაგინებას დაგიწყებს არა თქვენ ვისი ღირსი ხართ ისი თქვენ რეალურად ყველა ეს დედარძე მოტყნული ხალხი ხართ აი ამის ღირსი ხართ აი თქვენი ბინძური აყროლებული პარტია და თქვენი ლიდერი არის აი ამის ღირსი ასე უნდა მოგექცეთ მეზიზღება ატანა არ მქონდა პირველი დღიდან ამ ძუკნაკალის როგორც თქვენ გექცევათ ვენაცვალე სულში იმიტომ რომ ნაბოზვარვა ივანაშვილმა გახადა პრეზიდენტად იმის გამო რომ თვითონ ყოლოდა პატრონი შიგ ევროპაში თვითონ ფრანგული პასპორტი ჰქონდა ღარიბაშვილს ფრანგული პასპორტი ჰქონდა ეს საფრანგეთის აგენტი ოფიციალურად პირდაპირ დაასვა ხაკ რო ვიყავი იმაზე გასაუბრებაზე რომ იწევდა ეს პოლიტიკური დიალოგი ამათი პოლიტიკური დედა შევეცი კიდე ვინცა მაკრონზე და ამაზე კაითქვას იმის დედა მოხდა კიდე უყველას მე სახელმწიფოს ვცემ პატივს და ფრანგიერი მიყვარს და ნაღდათ მიყვარს და ყოველთვის მადლიერი ვიქნები რაც ჩემი ერისთვის და ქვეყნისთვის გააკეთა მაგრამ პოლიტიკოსები აგას ბოზები და ჩათლახები არის რო უხსნი და ვეუბნები რომ პრეზიდენტი თქვენი მოქალაქე პრემიერ-მინისტრი თქვენი მოქალაქე ამათი პატრონი თქვენი მოქალაქე
და ჩამოგითვლი კიდე მე ვთხარი. და ასე იქცევიან ჩემ ქვეყანაში მეთქი ეს ფაქტი, ეს ფაქტი, ეს ფაქტი, ეს ფაქტი, ეს ფაქტი. რას მეუბნება, იცი? არ გინდაო მაკრონიც უწე იყვანო? მაკრონი შენ ყავდეს და ეგენი შენ ყავდეს. აი მის დედაც მომყვან და იმათი დედაც მომყვან მე. იმისთვის რომ ბიძინა ივანაშვილს თავისი ბიზნესი ქონოდა დაკრიშული ფრანგებთან, თავისი უტაყოლოდა კარგად, თავისო თვითონ მიეღო საპატიო მოქალაქეობა. იმისთვის გახადეს ეს იმათ, რა ქვია, პრეზიდენტად. და პირველი ქალი და ეს სირები, ეს ახლა მახსოვს როგორ ეს ქოცები, როგორ დედას იტყნავდნენ ამის გაპრეზიდენტებაში. ჩვენი პირველი ქალი პრეზიდენტი და ჩვენი პირველი სალომეს ნაირი ქალი სადა გმირი წინაპრების შთამომავალი და ესეთი და ისეთი მე აღმოჩნდა რომ ფაშისტების ის ყოფილა რა ქვია შთამომავალი. სადა ის ხუინდრავა ახლა გამოდით. მე ჩაგიდევით. რა მოხდა მე იყო 6 წელიწადი დედა მოუტყნა ქვეყანას არია სიტუაცია ააქოთ ააყრო მე რა მოხდა ბიძინა რა შვაშია ხალხო. რა შვაშია ბიძინა მაშინ ისე იყო საჭირო ახლა ასია საჭირო. აი ეს მონები ბიჭო გამოვლიან კიდე და ენას დაასველებენ ჩემზე და ჩემს მასზე და ჩვენ ვინ ჩემი სირები და სოროში შეჯზვერით თქვენ შობელძაღლებო. ნაგავი ხალხი. აი ესე უნდა მოგიქცეთ. თქვენი ბიძინა რა ვიგოდნიკი და ჩათლახიცა აი ესე უნდა მოექცეს ხალხი. ამის ღირსია. თქვენ ხართ ამის ღირსი. ამის ღირსები ხართ. ვინმე დაგაძალა ჩვილო. გაცრავად. ვინმე ძალით ჩაგიდოთ თუ საიდან? ნეტა ისე გააკეთებდეს, თლად დედას მოგიტყნავდეთ, მაგ. თლად დაგასანქცირებდნენ იმედსაც, ბიძინასაც, ყველა მის მონასაც სული ამოგძროებოდეთ. იმაზე მეტი სასიამოვნო საყურებელი არაფერი არა, ორი უნდა მუსორო დაერევა ერთმანეთს. ორი უსინდისო, ორი ღვთისპირისგან გადავარდნილი. ამაზე უკეთესები გონიათ თქვენ იგენი? კაი, ამ დედამოტყულის მესმის კი მაინც სხვა სოციუმში გაიზარდა და ქართული დღემდე ვერ ისწავლა და სულ ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა. ასე იყო ამის დედამოტყული წინაპარიც და მე შემჭამეს იმის გამო რომ რას ქვია ლევილის სასაფლაოზე მინდი და ლანძღე დააგინეო სულად ზაღლებულ ჟორდანიას და მის დამპალ და აყარულებულ ხალხს. ეს როგორ გაუბედე მე თურმე პირველი ქალი პრეზიდენტის წინაპრებს შეურაცხყოფა როგორ მივაყენე და ახლა თვითონ არიან ჩამდგარდი ერთი მეორის მიყოლებით ლანძღავი. მაშინ კაი კაცი იყო, მაშინ კაი ქალი იყო. ბიზნეს რო იმის, რა ქვია, საფრანგეთის ლეგიონის სტატუსი მიცეს. ბიზნეს ბიზნესებს რო თავზე ხელი გადაუიმასქნეს. სინამდვილეში ვინა? მასონური ლოჟა, აღმოსავლეთის დიდი ლოჟა, ასე ქვია, საფრანგეთში მისი წევრია. და არ იცოდა ეს ბიზნა? ძალიან კარგად იცოდა. ყველაფერი კარგად იცოდა. ვიცი შემოგევლე მონობას რომ მიაჩვია ხალხი და აი ასე დამონებული და დაჩმორებული რომ არც იმსახურებს უკეთეს. არც იმსახურებს შემოგევლე უკეთეს რა. მაგრამ ბიჭო უკვე იმ დონეზე გაჯდა ეგ ყველაფერი რომ მე როგორ ვამბობ ძმაო შენ როგორ ამბობ ვინ მოგცა მაგის უფლება. ვინ მოგცა შენ მაგის უფლება რამეს ამბობ. უნდა იყო მონა ყველაფერთან ერთად ჩმორი უნდა იყო. ვერ გავხდები ჩმორი ვერ ჩემ ქვეყანაში და ვერ წყვის ქვეყანაში. უკადრებელის მკადრელებო თქვენ ქოცებს ბიჭო ფერმის ღორი არ იკადრებს ქოცი რო იკადრებს. რა გიქნათ ამ დედამოტყულმა ივანიშვილმა მაინც რა ყველაფერზე იმენა გადაგაგვარად რა. რას დაგამგვანათ ბიჭო ერთი მეორის მიყოლები. და ეს ყავთ რა ესა რა ქვია. აი ეს ყავთ რა ქვია იდეოლოგად ქოცებს
არა თუ რამეს ვაბრალებ ბატონო აგერ თქვენ და აგერ მე ეს დიდმოწამია ესეც ეს დედა მოტყმული ბიჭო ეს ძაღლის გაგდებული შათირიშვილი ეს ჩამოსყმული ფალოსი ეს სირი რომელიც პირდაპირ ამბობდა მეო ნაციონალურ მოძრაობასო მხარს უჭერდიო იმიტომ და გვერდში ვედექიო იმისთვისო რომ მართლმადიდებლობაზე რო ეთქვაო ქართველებს უარიო მართლმადიდებლობაზე რო ეთქვაო ჩვენო სანამ მართლმადიდებლობაზე უარს არ ვიტყვითო მანამდე სულო რუსეთის გავლენის ქვეშ ვიქნებითო მეო თვითონო კათოლიკე ვარო და საერთოდ არ მაინტერესებსო ვინ რას ფიქრობს ჩემზეო მე მიმაჩნიაო რომ ჩვენო მართლმადიდებლობაზე უნდა ვთქვათ უარიო თუ ჩვენ გვინდაო ესო რა ქვია თუ მართლმადიდებლობაზე უარს არ ვიტყვით რუსეთის გავლენიდან ვერ გამოვართ ამის დედას შებეცი ბიჭო მე ამისას და ეს ყავთ ბიჭო გახდილი ყოველ დღე deep state-ების წინაშე და ამას რო ხალხი უსმენს გული მერევა რა ქვეყანაში ვცხოვრობ გული მერევა რას დაამგვანეთ ქვეყანა და მე რატო არავინა ვინ უნდა თქვენ მოგწონთ თქვენი დედა შევეცი მე ესეთი საქართველო დღეს თამარობა ხო ყველა თამარს მინდა მიულოცო თამარ დედოფლის სახელის თამარის საქართველოში დავითის საქართველოში ვინა თამარ მეფის ორდენოსნები დღევანდელ საქართველოში ნანუკა ჟორჟოლიანი ინგა გრიგოლია ეკაკვესიტაც ამ დონეზია ქვეყანა ვინა ქართველი ქალის ეტალონი პირველი ქალი ქართველი პრეზიდენტი და როდესაც ვამბობდით შვილის ნათლიაზე ქალი გათხოვდა ის ქვეყანას როგორ გამოადგება კახბა ატეხილი ძუკნა არავის პირადი ცხოვრება მე პირადად არ მაინტერესებს სარი უთხრია სიგძე სიგანეზე ასე უქნია მის შვილთან დაწოლილია მისი გადაგვარებული დედაშევეცი საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ როდესაც მოგყავს ამ ზნეობის და ამ მორალის ადამიანი და ერს აჯენ თავზე პრეზიდენტად რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს 6 წელი აი როგორ არ მაინტერესებს რა ზნეობის და მორალის ადამიანი როგორ არ მაინტერესებს კიდე პატრიარქი როგორ არ მაინტერესებს ვინა რაში მაინტერესებს მე პატრიარქის რჩეული იყო შევარდნაძე პატრიარქის რჩეული იყო იოსელიანი პატრიარქის რჩეული იყო კიტოვანი პატრიარქის რჩეული იყო ის ჩხარტიშვილი ახალაიები და ეს ხაზარაძე ეს ნაგავი რა მოუტანა ქვეყანას რაში მაინტერესებს დედა მოუტყნეს საქართველოს ყველანაირად გადააგვარეს სახელსაც არ დატოვებია და ეს დიდი შეგნების და დიდი ზნეობის დიდი მართლმადიდებელი ადამიანი მე გიკვირთ ამნაირი რაღაცები რო ხდება ქვეყანაში თუ რამეს ვინმეს ვაბრალებ კიდე ერთხელ გამოდით და მითხარით რომ ცილს წამებ ვიღაცას გამოდით და მითხარით ერთი ფაქტი დამისახელეთ ეს ქალია კაციაზე დარდობს და იმ უკნიდან იყო ევროპაში ვენებს იჭრიდა რას ქვია ამ ბნელმა ქართველებმაო არ მიცესო საშუალებაო გეი პარადების ჩატარების ეს დიდი მოაზროვნე დიდი ფალოსოფოს მე ვინა ვარ რა თქვენ ვინა ხართ ხალხი არა იგი თქვენი ქვეყანა არა ჩემი ქვეყანა არის ამ ბოზიშვილების ქვეყანა ჯიპების და იმის ჯიპში დიდი მადლია როგორ ვამბობ ამის სარწმუნო ესენი მორწმუნე ხალხია სარწმუნოება მე ბიძინაზე როგორ ვამბობ ამის ცოცხალი წმინდანია ექვთიმეს მერე ვის გაუკეთებია ამდენი სიკეთი თქვენი ფულზე აი
ქართველი ერის მთავარი პრობლემა რა არის, ზე? მთავარი პრობლემა, აი, ყველას ვეუბნები რა. ყველას ვეუბნები. ქართველ ერს და ქართველს ზოგადად აბსოლუტურ უმრავლესობას სიმართლე არ უნდა უთხრა. შეალამაზე, შემოალამაზე, ასექენი, ისექენი, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე, ასე არ უთხრა სიმართლე. ეაფირისტე. ტყუილი უთხარი. მოატყუე. რასაც უპირებ არ უთხრა. მერე თუ ვინმე გამოვა და ეტყვის რომ შედედა მოტყნულონო იღუპავ თავს, ასე ისაა ცუდი. აი ქვეყანაში სადაც და საზოგადოებაში სადაც სიმართლე არ უყვართ. თვალში ჩათხრილი თითი. ეს არაფლად მიაჩნიათ. მერე რა შეაფურთხე, მე რა ვერ მევიწმინდავ თუო. იმ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. არ ეშველება იმ ქვეყანას. რო დამიჭირეს დიდგორობაზე, იმას ვფიქრობდი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს საქართველოში. ერთი უარის რა უნდა მომხდარიყო, თურმე აგერ პრეზიდენტად წოდებული დიპლომზე რო ააქოთეს ყველაფერი და დედამოტყუნმა წავიდა და დიდგორობა დღეს თურქულ ჯარს მიესალმა და ათათურქის საფლავი კოცნა. ამაზე მეტი უარესი რა უნდა მომხდარიყო შეგვეყანაში. რა უნდა მოხდეს ბიჭო ამაზე მეტი? მასია გეთანხმებით ნამდვილად ჯაყოა და მისი ხიზნები ვარ. აი ეს რა ამას რატო ამბობ, იცი? აი ეს პატარა თესლი ისინი რო არიან, რა ქვია? სუჰანაძეები და ეს ფარტოვები და ესენი ეს თესლუკა ისინი გამправებლები. აი ეს ხალხი არის ყველაზე მეტი საშიში. ყველაზე მეტი საშიში. თუ რასაც ისინი იკადრებენ, ფერმის ღორი არ იკადრებს. ამ ყველაფერზე ახლა და ძალიან ბევრ რაღაცაზე კიდე რეზეთ თქოს, გამოვა იქ და იტყვის, ყველაფერზე გამართლებას გეტყვის. ყველაფერზე გააправებს. ომი არა აქვს, ომი არ მისჩემია მას. ომის თქვენ გეშინია, თქვენ ქათმებო. თუ არა ომს რა ჯობია? ომს რა ჯობია? თქვენნაირი ბოზებიდან დაიცლება ყველაფერი და კაცები დარჩებიან და ბოლო ადრე თუ იყო ომების ისტორია, საქართველოს ისტორია, მაგრამ არ გადავშენებული ვარ და უსამართლობაში გადააშენეთ, აგერ 36% ერი გააქციეთ ქვეყნიდან. და ერმაო მოიმატაო, დადებითი ბალანსი გვაქო იმაზეო, ემიგრაციაზეო. ამათი დადებითი ბალანსი, ამათი დედა შევეცი მე. აი ამათი დადებითი ბალანსი. 10475 პირი დააბრუნეს უკან. დეპორტით. ეს არის შემოგარგებო თურმე. ამიტომ თურმე მეტი ბრუნდება ქვეყანაში ვიდრე ქვეყნიდან მიდის. დარჩერა. შაკნეული მათ ხელი გამომდინარე იქედან რომ არ უნდა ამ ხალხს გაცნობიერება რომ ცხოვრობს დაპყრობილ ქვეყანაში რომ გამოტანილი აქვს ქართველი ერისადმი განაჩენი ბარბაროსა გეგმა ქართველი ერის განადგურების მოწერილია დაბეჭდილია შესრულებულია და ხორციელდება ეგ არის მეტი არაფერია მიდის ეტაპობრივად ადრე თუ ხალხი გამოდიოდა რაღაცაზე ხმას იღებდა ახლა საერთოდ ჩაკუდა გაძვრა სული ხმის ამოღება აღარ უნდა ბავშვებზე ხმის ამოღება არ უნდა შიმშილდებიან მიწა იყიდება არ უნდა იმაზე ხმის ამოღება არ უნდა გვარდება არაფერზე არ უნდა მასია შემოწმაო ხალხს რო პურის ფული არა აქვს ომში აბა რა არის თუ ძმახარა ამაზე მეტი დიდი ომი რა არის მაგრამ სამაგიეროდ კოც აქვს დედამოტყმულს კოც აქვს ერის 15% კმაყოფილია და ბედნიერია ამ ერის 15 ეს ერის 15% 5% კარგად ცხოვრობს 10% ამ 5%-ის ხელქვეითია ამ 15% დანარჩენი ისაყავს გახდილი იმათ რა ქვია მონად მორჩა რაში აინტერესებს აგერ გაარკვია იმისი რა ქვია პროდუქცია გაძვირებული ფასები გაარკვია წილოსანი ნაბოზარის კომისიამ და სხვა დედამოტყუნლების კომისიამ და პრობლემა ყოფილა იმაში გაჭირვებული ადამიანი რო შედის მაღაზიაში თურმე ვერ ნახულობს
იაფი პროდუქციასა და სტენდს აკეთებს თურმე აი სტენდს და ამ სტენდში მოუყრიან იაფ პროდუქტებს 20 კაპიკით 30 კაპიკით იაფს ეგა თურმე პრობლემა ამაზე დაიხარჯა ფული ამაზე ჯერ საეთერო დროზე მარტო იმდენი ფულია დახარჯული და რეკლამებზე და მიმგენზე რა ვიცი 1000-ობით ბავშვს გადაარჩენ ქალბატონო არქიფო ამათთან შედარებით პატიოსანია აი მე ადამიანურად გეტყვით აი არქიფო სეთური მართლა მე მიფიქრია მაგაზე ვერ ბიზინა ივანაშვილს ვინ მიცა არქიფო სეთურობის თავი ვინ მიცა მაგის თავი არა აქვს მაგის ნიჭი და მაგის უნარი არა აქვს მაგას ფული აქვს და დაწერილი აქვს სცენარები როგორ არანაირად რა აკეთოს და ხელს აწერს და მიდის არქიფო სეთური არა ცუდი კაცი და რატო აი აგიხსნით ამ ხალხსო რომ მივცეო ის რაც უნდაო ერთ დღეში აღარ იქნებაო და მე თლად დაიღუპავს თავს მართლა ისე იქნებოდა ხო ხედავთ რა კატეგორია მაგრამ არქიფო სეთური შიერს უმუშევარს არ კლავს იქაობას ამუშავებს ხალხს და აძლევს ფულს კი შეიძლება მილიონებს არ აძლევს ამუშავებს და აძლევს ამუშავებს ეს ვის ამუშავებს ვისაც უნდა არქიფოს ქვეყანაში მუშაობა რო შიმშილით არ მოგვდეს ყველა მუშაობს და საკუთარი ოჯახის შენახვა შეუძლია ბიძინა ივანაშვილი საქართველოში ვის აქვს იმის საშუალება იმუშაოს და თუნდაც წირის შემოსავლით მაგრამ ოჯახი ხვასია საჭმელს მაინც ეს საჭმელსაც არ აჭმევს და დაცინის ეს არქიფოს სეთურის ჩინური პატენტია არქიფოს სეთურის და გადახრილია ყველაფერ წუთში არქიფოს სეთური ახლა რო დააკვირდები იქ იმნაირი კატეგორია არის ხალხის კი ქრისტიანულად რო შეხედო პირიქით იმ ხალხს განათლება უნდა მისცე და შავი და თეთრი უნდა ასწავლო და რაღაცა არ აკეთებს ამას არ აკეთებს რო არ გამოვიდეს ხალხი და იქ ამბობს რომ ბედი ჩემიო რომ ეშმაკობა მიხდებაო მაგრამ სხვისთვისო კაი საქმის გაკეთება თუ შენ თვითონ არ დაიტანჯო ვერ გააკეთებ იმას არქიფოს სეთური თუ ჩემი ძმა ხარ ეს საჭმელსაც არ აჭმევს ეს ვადაგასულს ეუბნება იყიდეო და სამუშაო არა მაქვს და რითი ვიყიდო მაგ ჩემი პრობლემა არაა გაიხსენი ევროპა და წადიო 100 არა ხო 100 აზურაც მაგას ამბობს და ასე ვამბობ ყველას შენ შემოგევლე კაციშვილმა არ იცის გვარს კი ატარებს მაგრამ ვინაა და მასე ხუინდრავაზე იძახე ხაინდრავა გალიმი ებრაელი საიდან და დედის მხრიდან ნით ნახეთ დედამისე ყველაფერი ინფორმაცია როგორ აქვს წაშლილი პირწავარნილი ურია ისე იქნება ეს ურია უსისხლო ურია რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ქართველიერი იბატონ ცადა მაგიც არ გამოვიდა აი შემოკარგებო დაგემშვიდობებით ნეგატივიო და რა ვიცი აბა კაის მე ვერ ვხედავ და გამოსავალს ვერ ვხედავ და სიკეთეს ვერ ვხედავ და ერთი რასაც შეეძლო ჩვენი ერის სწორგზაზე დაეყენებია ეს იყო მართლმადიდებლობა და მართლა ჩვენ რო ყავდეს კოლაბორაციონისტი ამათთან ბატონ ბიძინას რო უძახის ბატონი ბიძინა აქ მობძანდა და მე კითხულობს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს იმას კაკოიათა ბაგრა დაკურთხა იმას ჩვენ რო ყოლოდა ისეთი პატრიარქი რომელიც მართლა ერის სულიერებაზე დადგებოდა და
პირველი რა უნდა ეთქვა? პირველი უნდა მიემართა აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ძმებო, სისხლო, ხორცო, ჩემო სულიერო საწყსო, შენია, ხო? შენ იმაში შემოდის ჩვეულებრივად. ცხუმ აფხაზეთის ბიჭვინთის ისახა რა ქვია? კათალიკოსი და მიმართე, ერთი სიტყვა თქვი, არა ძმაო. არა, ბიძინე ხუა იქ. ძალიან ცუდ დამპალ დროში არის ცხოვრება და აბა მეტნაირად მე არ ვიცი სიმართლე გითხრა რა. აი ნამდვილად არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. ერში არავინ არ მოგწევს ჩვენ. უნდა ეგ არ ნიშნავს რომ არ უნდა ვეცადოთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აგერ 24-ში იკრიბებიან კიდე კაცო ჩვენებიც და რაღაცა, მაგრამ საიდანაც უნდა მოხდეს ქართველი ერის გადარჩენა და საიდანაც უნდა წამოვიდეს ქრისტიანობისკენ, ღმერთისკენ, ის იმას ღმერთი არ აინტერესებს, იმას ბიძინი აინტერესებს და კაი ცხოვრება და რა ნახავთ. ერთი ილია მეორის დროს გაერთიანდა საქართველო და მეორე ამის დროს გაერთიანდება კი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაგრამ არ ვცდილობთ, არც ხალხი არ ვცდილობს ისე. მე გეტყვით აგერ, აი საქართველოში ცვლილებები როდის დადგება? საქართველოში ცვლილებები დადგება ერთადერთ შემთხვევაში. როდესაც არ ვიცი, რამდენი ხნის მერე იქნება ეს, ცას არავინ არ გამოუეკერებით, მაგრამ მე ვამბობ ცივი გონებით რეალობის ანალიზი. როდესაც ბიძინა ივანაშვილი ფიზიკურად მოკვდება, მიაკვდება ძაღლი, პინგვინი, ზებრა, ზვიგენი საფლავში, აი მერე დადგება ცვლილებების დრო. მერე დადგება ცვლილებების დრო საქართველოს. მანამდე არაფერი არ იქნება. მანამდე არაფერი საქართველოს არ ეშველება. არ ეშველება. იმიტომ რომ აი ესეთ ასინეთებს, რომელსაც ბოზობაში და ჩათლახობაში ასლებენ გენერალ-მაიორობას, მთელი არმია აქვს ჩეკრული. მთელი არმია აქვს ადამიანები. არ ვიცოდე მაინც. თითო კორპუსში 14 ბოზი ყოფილი. ეს 14 ბოზი ქმნის საზოგადოებრივ განწყობას. ვიღაცა იქნება კაი კაცი, ვიღაცა იქნება ცუდი კაცი, გასაშავებელს გააშავებენ, გასათეთრებელს გაათეთრებენ. აი ეს არის, ასე მუშაობს ეს სისტემა და ეს სულ ამ ხალხზე იხარჯება ფული. იმიტომ რომ რეჟიმს ეს ხალხი ინარჩუნებს. როდესაც მოდის არჩევნები, ეს ხალხიც და სხვაებიც არიან კოორდინატორები, არიან რა ვიცი, დედის თქმა, მამის შიმშილები და ასე შემდეგ. ჩვენაირ ადამიანებს 10,000 რო შევიკრიბოთ, ხო? 10,000 ადამიანი, რომელსაც სამშობლო უყვარს. არ მოგცემენ მაგის საშუალებას. ციხეს დაგვაშენებენ თავზე. ყავთ იმას, ვისაც აძლევენ საშუალებას, მაგათ ხედავთ. ეს ნაცები, ეს გახარიას სასტავი, ეს რაღაც ბიოლოგიური ნაგავი და სულ ამათთან კამათი არიან ესენი პრობლემა არა. აი ეს მძიმე რეალობა არ მიყვარს მე თავის მოტყუება და არც თქვენ გატყუებ. ვინც ამ სისტემის მომხრეა, ხო? ეფსი თუ უნებლიეთ ყველა ბოზია. ყველა ბოზია, ვინც თulis რომ ივანიშვილი ქვეყანას გადამრჩენელია. მე ახლა დებილზე არ მაქვს ლაპარაკი. აი დებილზე ნახდათ არ მაქვს ლაპარაკი, ვინც ვერ ხვდება. აი ის აი სამოქალაქო აქტივისტად რომ მაქვს თავიდან. ყველა ბოზი და ჩათლახია. ყველა ბოზი და ჩათლახია. აკრიტიკე ხელისუფლება, მაგრამ ბიზნესზე არ თქვა ცუდი. აი ესეთი ისაა, რომ გააკრიტიკე. აი რო ყავთ ის ვატო შაქარაშვილები და ეგენი რო ყავს. შანშამ მე არ მithქვია ძმაო, რომ გვეშველება ბიზინა რომ მოკვდება, ჩვენ არ გვეშველება. მე მაგას არ ვამბობ. მე მაგი არ მithქვია გვეშველება სხვა რამე. გვეშველება სხვა რაღაცა. ცვლილებები დადგება. ცვლილებები. შველა სხვა გზიდან ხდება. ედიგა რომ მოკვდა, მიაკვდა ძაღლი და ღორი, ივანაშვილი და ქოცები და საპატრიარქო ასე მუჭისხელად ცრემლებით ტიროდნენ. ძაღლი მიაკვდა საფლავში, იმა რო იცხოვრა, ისე რო იცხოვრებ ადამიანი დაცვის ქვეშაა დამარხული, რო არ ამოთხარონ საფლავიდან. პატრახანში ალბათ არ დაჭირდება ის დაცვის მოხსნიან, იმიტომ რომ
ახლა ისეთი პერიოდი მოდის შევარდაძის გველობა ვისახსოვს. ასია ეს. ახლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ, გარე ფაქტორები რამდენია. საიდანაც ეს ყველაფერი უნდა წამოვიდეს? ესაა ეკლესია. კიდე დასვეს თავისი კაკოია თაბაგარი და გებრიელა წავა იქაც ცხოვრება და დაველოდებით ახლა როდის გამწყინდება იბერი. კარგი ჩემო კარგებო, კარგად ბრძანდებოდეთ. სამწუხაროდ აი განწყობით ვერ გემშვიდობები.